გონის ჯობს მართლაც მეფესთან წავიდე და ეს ყველაფერი მოუყვე, მაგრამ მანამდე მაინც უნდა ვივარჯიშო, რა გავაკეთო. კარგი, მოდი დავიწყოთ. Round one. Three, two, one, stop. Round one. არა, ჩვენი საქმე ვარჯიშო, გონის ჯობს მართლა მეფესთან წავიდე. მეფე ბატონო, მოვედი, ვიყავი ჩვენი ქვეყნის კეთილ ჯადოქართან და გავარკვიე, რომ ვიღაც ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ჯადოქარი გამოჩნდება, რომლის დამარცხებაც მარტივი არ იქნება. იქნება რაღაცა მირჩიოთ. ვიცოდი, გული მიგრძნობდა ამ ყველაფერს. კიდევ კარგი გაგაგზავნე ჩვენი ქვეყნის კეთილ ჯადოქართან და გაიგე მაინც. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, მაგრამ ჯერ არაფერი არ მაქვს მოფიქრებული. გონის ჯობს ჩავიდეთ ჩემ სარდაფში. იქ ბევრი რაღაც გამოსაყენებელი ნივთი მიდევს და იქნებ რაღაცა მოვიფიქროთ. კარგით, წავიდეთ. სანამ აქ ჩამოვიდოდით, უკვე მოვიფიქრეთ თუ რა უნდა ვქნათ. მაშ გაგაცნობ ყველაფერს. პირველ რიგში 3 ლეგენდარული ნივთი გვჭირდება. პირველი არის ცეცხლის ნაჯახი, რომელიც ბრძოლის ღმერთს ეკუთვნის. მეორე, ეს არის თვალი. ეს უბრალოდ თვალი არ გეგონოს. იგი ბუნების ღმერთს ეკუთვნის და აი ამ ნივთით იგი ყველაფერს ამწვანებს. მთელი ბუნება ამ ნივთითაა გამწვანებული. მესამე ნივთი, რომელიც ეკუთვნის მთელი ეგვიპტის ფარაონს, რომლის მოპარვაც ძალიან ძნელია. კარგი, ყველაფერი გავიგე. ამ საქმეს შემდეგ მივხედავ.